მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ ჩვენ ლაივზე გავედით, თუმცა დაველოდოთ სულ რამოდენიმე წუთი იმისათვის, რომ ჩვენს ერთგულს მსმენელებს მიუვიდეთ სიგნალი და შეძლონ შემოგვიერთდნენ თავიდანვე იმ საინტერესო თემაზე, რომელზედაც დღეს ვაპირებთ საუბარს ჩვენ საინტერესო სტუმართან ერთად. შეგვიძლია პრინციპში უკვე დავიწყოთ და ჩვენი ერთგული მსმენელები დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან. მოკლედ მოგესალმებით უკვე რიგით მესამედ მშობლის კიბრის პლატფორმაზე. მშობლის კიბრი, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, განკუთვნილია მშობლებისათვის, რათა მათ მიაწოდოთ მათთვის ძალიან საინტერესო თემებზე სხვადასხვა საკითხები და ხშირად მშობლის კიბრში შემოდის კითხვები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში შემოვიდა კითხვები თუ რა სერვისები გააჩნდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, კერძოდ კი შშმ პირებთან მიმართებით და სწორედ აქედან ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა, ამ კითხვების ასე ვთქვათ სულისკვეთება და დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი სტუმარი, ძალიან საინტერესო სტუმარი, პროფესიონალი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ბატონი გიგა სოფრომაძე. გიგა, მოდი თავს უფლებას მიცემ და აწი ბატონოს გარეშე მოგმართავ ჩვენი მრავალწლიანი ასე ვთქვათ მეგობრობისა და ურთიერთობიდან გამომდინარე. გიგა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ გამონახე დრო და დღეს ჩვენთან ერთად ხარ. შენი ასე ვთქვათ ძალიან გადაჭრილი გრაფიკის მიუხედავად უარი არ გითხარი და ასევე უარი არ ვუთხარი მშობლებს, რომლებიც ასე ვთქვათ გვწერდნენ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისებს. ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ კითხვები, კერძოდ ჩვენი ლაივის ქვემოთ კომენტარის სახით დაგვისვათ კითხვები. ამ კითხვებს რა თქმა უნდა მე გავაჟღერებ და გიგა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გვიპასუხებს აუცილებლად. ასევე ჩვენ როდესაც დავდეთ ანონსში, წინასწარ შემოვიდა კითხვები, ამ კითხვებსაც რა თქმა უნდა გავაჟღერებ და რა თქმა უნდა ამ კითხვებზეც მივიღებთ პასუხებს. როგორც ყოველთვის მშობლის კიბრი ითარგმნება ჟესტურ ენაზე. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ ჟესტური ენის თარჯიმანს ლეკონა ჯაფოშულს, რომ ჩვენთან ერთად არის და მოკლედ დავიწყოთ და გადავიდეთ კითხვებზე. გიგა ტრადიციულად თემიდან გამომდინარე მოგმართავ თხოვნით, რომ წარმოგვიდგინო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები, რომელიც რა თქმა უნდა უშუალოდ შშმ პირებისათვის არის განკუთვნილი. კი ბატონო, მოგესალმებით მარიკო, ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს მიგესალმები. მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა ამ ფორმითაც შევხვდე მშობლებს, შშმ პირებს, ზოგადად თემით აინტერესებულ ადამიანებს და მივაწოდო ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს უშუალოდ შშმ პირთა მიმართულებით. საბედნიეროდ არც თუ ისე ცოტა პროგრამებია, თუმცა მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზოგადად სერვისები უნდა გაიზარდოს როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ასევე მთელს ქვეყანაში, როგორც მუნიციპალური ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და ჩართულობა, ინტეგრაციაში ხელშეწყობა და განვითარება
უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა შიშემოკლისათვის მიუხედავად იმისა, რაც ცხოვრობენ და რა მდგომარეობაში არიან ისინი. თუ გნებავს კითხვებით დავიწყოთ საუბარი, თუ გინდა ჯერ პროგრამებზე ვისაუბრებ და შემდეგ პროგრამებიდან გამომდინარე კითხვები კი ბატონო, მგონი ჯობია რომ ჯერ პროგრამებიდან დავიწყო, რომ აღვიწერო თითოეული მათგანი და ასევე ვის შეუძლია მათი მიღება, ანუ შემოსული კითხვები რამოდენიმე შეიცავს მსგავს, ასე ვთქვა, შინაარსის კითხვებს, მაგალითად ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, როგორ ხდება და ასე შემდეგ და უკვე შემდეგ გადავიდეთ მშობლების მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც ამ 2 კვირის განმავლობაში შემოდიოდა მშობლის კივრის, ასე ვთქვათ, message box-ში. კი ბატონო, კარგით, მოდი ესე დავიწყოთ მაშინ. ზოგადად შესავალ ნაწილში ვიტყვი, რომ თითქმის ყველა მიმართულებითა გვაქვს სერვისები, ანუ ჯანდაცვა, სოციალური განათლება, კულტურა, სპორტი და ასე შემდეგ, აღარ ვსაუბრებ უკვე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ზოგადად გარემოს მისაწვდომობას შეეხება. მაშინ პირველი ჯანდაცვის პროგრამით დავიწყებ და ერთ-ერთი აქტუალური პროგრამა, რომელიც არის, ეს არის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა და ასევე მინდა მშობლებს კითხვაც იყოს შემოსული ესეთი, რომ სად ნახოთ სერვისებზე ინფორმაცია, განცხელი ხაზი როგორ არის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა სერვისი, რომელზეც მე ახლა ვისაუბრებ, ეს სერვისები გამოქვეყნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე, tbilisi.gov.g არის ესეთი საიტი და საქალაქო სამსახურების გრაფაში რომ შეხვალთ, იქ არის ჯანდაცვის პროგრამებიც, სოციალური პროგრამებიც და შესაბამის საქალაქო სამსახურებს რა პროგრამებიც აქვს, არა მარტო შიშრომპირების, არამედ ზოგადი მიმართულებითაც, ყველაფერი არის გაწერილი ისე, მაგალითად, როგორც აი ხელხაზე რომ დარეკოთ ოპერატორი მოგაწვდით ინფორმაციას, აი დეტალებში არის იქაც გაწერილი. აუტიზმის პროგრამაში ყავს დღეის მდგომარეობით 8 მიმწოდებელი. პროგრამა მოიცავს ბავშვების, ესე ვთქვათ, დაფინანსებას 2-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის არის ეს პროგრამა გათვალისწინებული. დაფინანსების მოცულობა არის ერთ ადამიანზე, ანუ სერვისით მოსარგებლე პირზე 400 ლარი და არა უმცირეს 20 სეანსისა. ჩართვასაც შეეხება, ჩართვა ხდება შეფასების საფუძველზე, უნდა მიმართოს და პროგრამით დაინტერესებულმა ადამიანმა იმ ჩამონათვალ სერვის პროვაიდერებს, რომლებიც ჩვენთან სერვისს ახორციელებენ, მიიღოს დასკვნა, რომ ჭირდება თუ არა სერვისის სარგებლობა, აღნიშნულ ან სხვა სერვის პროვაიდერთან დადგეს აღრიცხვაზე და უკვე სერვის პროვაიდერი მოგვაწვდის ჩვენ ინფორმაციას, რომ აღრიცხვაზე ყავს ადამიანი, ჭირდება მას დაფინანსება და ჩვენ გახდება უკვე დაფინანსების გაცემა. როგორც წესი, ყავს ხოლმე მომდევნო პირთასია, იმიტომ რომ პროგრამაზე მოთხოვნა ძალიან დიდი არის და შესაბამისად კვარტალში ერთხელ ხდება ხოლმე თანხის დამატება, ეს უკვე აპრობირებული პრაქტიკა არის ჩვენთან, წელსაც პირველი კვარტალი როგორც კი დასრულდა, ბიუჯეტიც გაიზარდა და სერვის პროვაიდერიც დაემატა. ამიტომ თავიდან ბოლომდე უნდა მიმართოთ სერვის პროვაიდერებს და უკვე ჩვენთან ურთიერთობა ძალიან მარტივია და არანაირი ეს უკვე ბიუროკრატიული ბარიერები აქ არ არის. ასევე არის შეგიძლია გითხრათ დაახლოებით რამდენი სერვის პროვაიდერი არის გაერთიანებული? 8 სერვის პროვაიდერი არის ამ ეტაპზე. თუ გინდა ჩამოგითვლით ამ სერვის პროვაიდერებსაც, ეს არის ნეიროგანვითარების ცენტრი, კი ბატონო, ნეიროგანვითარების ცენტრი არის, ლუბლიანას ნომერ 26-ში მდებარეობს, პოლიტკოვსკაიას ნომერ 27-ში, ცუცხვათის ნომერ 1-ში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი არის, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, მისამართი არის ჭავჭავაძის გამზირი ნომერი 32. საქართველოს ბავშვები, ესე ქვია, ცენტრს ასევე არის მისამართი თბილისის მიცკევიჩის 30/32. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი არის ვაჩნაძის ნომერ 7-ში. პირველი ნაბიჯი საქართველოს, ასევე ლუბლიანაზე და შირაქის ქუჩაზე არის, ლუბლიანას ნომერ 21-ში და შირაქის ქუჩა ნომერ 30-ში. არის ასევე ფაზლი, მასაც რამდენიმე ფილიალი აქვს, ეს არის ფალიაშვილზე ნომერ 83-ში, გაბრიელ სალოსის ქუჩა პირველ შესახვევ ნომერ 5-ში და ანდია ბოჭორიშვილის ნომერ 2-ში, მეორე სართულზე. ასევე არის ვალეო 2011, ლუბლიანას 3/16 ნომერში არის აღნიშნული ცენტრი და ბოლოს რომელიც დაემატა არის ბავშვი ოჯახის საზოგადოება, ვაჟა-ფშაველას 76 ნომერში არის აღნიშნული სერვის პროვაიდერი.
ეს 800 პროვაიდერი ბოდიშო გაწყვეტ უბრალოდ ერთ-ერთი მშობლის კითხვა იყო რომ ახლა შენ რაც ჩამოთვალე ასე დაწრულებით მადლობა ამისათვის აი ეს დაწესებულებების შესახებ ინფორმაციას სანახო თვითონ პროვაიდერების და ალბათ ესეც ვებგვერდზე არის მოცემული ხო? აი ახლა მეც რაც გახსნილი მაქვს აქ ვებგვერდზე ხედავთ ხო ყველა მისამართ თავისთავად ზეპირად არ მახსოვს თბილისი Go.G არის საიტი ესეთი ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია რომ ჩაწეროთ Google-ში ქართულად ან ლათინური ასოებით ამოაგდებს მერის საიტს შეხვალთ და საქალაქო სამსახურების გრაფა არის პირველივე არის ჯანდაცვა და სოციალური და შემდეგ როცა შეხვალთ ამ გვერდზე მარჯვენა მხარეს ჩამონათვალილი პროგრამები ჯანდაცვის პროგრამები სოციალური პროგრამები და უკვე აირჩევთ თქვენი სასურველი და იქ უკვე წლების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი არა მარტო პროგრამის აღწერილობა არამედ სტატისტიკა მაგალითად რომელ წელს რამდენი მოსარგებლე ყავდა ამ თუ იმ პროგრამას, ბიუჯეტი როგორ იყო და ასე შემდეგ, ანუ მაქსიმალურად დაწვრილებით არის სტატისტიკური ინფორმაცია, რაც მოპოვებადი იყო იმისათვის გამოქვეყნებული. კი ბატონო, მადლობა. მათ შორის აქ კრიტერიუმები წერია, რას მოიცავს პროგრამა, ამაზე არის ყველა პროგრამის აღწერილობაში არის ეს ნაწილი, ვის შეუძლია ქვე პროგრამის სარგებლობა, როგორ უნდა ჩაერთოს ქვე პროგრამაში მოსარგებლე და ასე შემდეგ, ანუ ეს დეტალები და რასაბუთებია წარმოსადგენელი სულ ყველაფერი არის ჩამონათვალი გაკეთებული მაქსიმალურად დეტალურად. ხო, ამასთანავე აუტიზმის პროგრამას რომ არ გავცდეთ, საუბარი იყო კითხვაშიც მახსოვს 3 წლიან რეგისტრაციაზე. ხო, ნუ ეგრეთ წოდებული ამ ჩამკეტის დაყენება გათვალისწინება პროგრამის წესში აუცილებელი გახდა მოთხოვნიდან გამომდინარე, ანუ პროგრამაში ძალიან იზრდებოდა მომართვიანობის რაოდენობა და უბრალოდ ფიზიკურად ბიუჯეტი ვეღარ ჭდებოდა ამდენი ადამიანის დაფინანსებას. გადამოწმების პროცესში ვხედავთ რომ ეს ადამიანები გადმოწერილი იყვნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და ანუ ეს განაპირობებდა იმას რომ ადგილზე სერვისები არ იყო და თბილისში ხდებოდა ამ ბავშვების წამოსვლა. ეს გარდა იმისა რომ თბილისის მერიისთვის იყო ფინანსურად დიდი დაწყება, გარდა ამისა ახლა მეც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირი ვარ და ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ვარ და იქ რომ სერვისები არ არის, იმის გამო მეც მრავალი წელი თბილისში მიწევდა ცხოვრება და ვიცი ეს რა სირთულეებთანაა დაკავშირებული, ანუ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებას იწვევს. ამიტომ ჩვენი мотиваცია იყო ის რომ ერთის მხრივ ასე ვთქვათ შეგვეზღუდა და პროგრამა დაგვეცვა აქეთ რომ ის მოსარგებლეები ვინც იყვნენ პროგრამაში ჩართული უკვე მათ სერვის საფრთხე არ შეხვდა და ხარისხიანი სერვისი მიიღოთ და ამასთანავე გვემუშავა მუნიციპალიტეტებთან აქტიურად იმაზე რომ ადგილზე დაწყებულიყო სერვისის განხორციელება და მიწოდება კი ბატონო და შესაბამისად ამიტომ იყო რომ ჩვენ 3 წლიანი ჩამკეტი გავაკეთეთ რომ ერთის მხრივ ასე ვთქვათ გადაგვენაწილებინა ეს მოსარგებლე ადამიანები ასე ვთქვათ გონივრულად რომ ბიუჯეტით გავწვდომოდით ამ ყველაფერს და ამასთანავე мотиваციაც ყოფილიყო თვითონ ბენეფიციარისთვისაც და უბრალოდ პროგრამის მოსარგებლისთვისაც და მუნიციპალიტეტისთვისაც რომ ადგილზე დაეწყოთ სერვისის მიწოდება და ამ ოჯახებს ანუ ბავშვების ოჯახებს არ გაჭირებოდა იმ საკუთარი სახკარის მიტოვება და თბილისში ქირი წამოსვლა და მე აქ სამსახურის პრობლემა იყო და ანუ მთელი რიგი ფაქტორები მოყვება ამას. აქედან გამომდინარე მოხდა ამ ასე ვთქვათ მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ნუ შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე პროგრამები ხორციელდება და ამ პროგრამის გამო მეცნიერად აღარ უწევთ ადამიანებს თბილისში წამოსვლა და სახლიდან მოშორება. ხო, ეს არის აუტიზმის პროგრამასაც შეეხება. არის ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმე მომსახურება არის ესეთი პროგრამა. დიახ, ისმენ. და ამ აუტიზმის პროგრამაზე ვრცელდება ეს 3 წლიანი ჩაწერა, ხო? იმიტომ რომ რამდენი ხნის ჩაწერილი უნდა იყოს, გვეკითხება ერთ-ერთი მშობელი და რომ აუტიზმის პროგრამაზე ვრცელდება, ანუ განაცხადის შემოტანის მომენტში ბავშვი უნდა იყოს არანაკლებ 3 წლის რეგისტრირებული თბილისში. თუ ბავშვი 2 წლის არის, რა თქმა უნდა, დაბადებიდან თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული. თუ სხვა მუნიციპალიტეტიდან არის გადმოწერილი, 3 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია უნდა იყოს, ან წყვეტის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს თბილისიდან სხვა მუნიციპალიტეტში გადაწერა. მაგალითად, თბილისში იყო რეგისტრირებული, მერე თუნდაც ერთი დღე გადაეწერა ქუთაისში და მერე ისევ დაბრუნდა თბილისში.
ამ შემთხვევაში უკვე თბილისში დაბრუნების, ანუ რეგისტრაციიდან დაიწყება ათვლა. თუ მაგალითად ბავშვი გადაეწერა იყო გზაში და გადაეწერა მარკეტში მაგალითად, ეს არის თბილისიდან თბილისში რეგისტრაცია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბავშვი ჩაწერილია თბილისში, შემდეგ უწყდება რეგისტრაცია და რაღაცა პერიოდი არც არ არის რეგისტრირებული და შემდეგ ხდება ისევ თბილისში რეგისტრაცია. ესეთ შემთხვევას გასაშვებია, როცა ბავშვი სხვაგან არ არის რეგისტრირებული. ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვთქვათ თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებზე იყოს მოგებული პროგრამა, რომ რაც აღამტკიცოთ, რომ პროგრამას დავიცვათ აქეთ და პლუს არ წავახალისოთ ადამიანების გადმოწერა თბილისში იმ მიზეზების გამო, რაც შეიძლება რომ ადგილზევე დაუკმაყოფილოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ან ცენტრალურმა ხელისუფლებამ. და გიგამ აქვე რო დავაზუსტოთ, არის ერთ-ერთი კითხვა, რომ დაფინანსება როგორ ხდება, ანუ შემოსავალი თუ აქვს ალბათ ოჯახს გულისხმობენ, ამ შემთხვევაში თუ აფინანსებს მერია. კი, მაგნაცილში ჩვენ არ უყურებთ, ანუ სოციალურ ქულას ესაა, ჩვეულებრივად ხდება დაფინანსება, ანუ თუ ბავშვს დაუდგინდება, რომ ჭირდება ABA თერაპია, რომელსაც სერვის ცენტრები აწვდიან, ანუ პროგრამას ჩართვა ჭირდება, იქ შემოსავალს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის დაფინანსება ხდება ჩვეულებრივად. კი ბატონო. მადლობა. შეგვიძლია გავაგრძელოთ შემდეგ პროგრამას? კი ბატონო, ხო არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საათო მომსახურება. აქ სამი სერვის პროვაიდერი არის, ეს არის საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა ნომერ 53-ში არის. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური არის, ხვიჩიას 5 ნომერში არის. და არის ასევე საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა ჭავჭავაძის 11/102 ნომერში არის განთავსებული აღნიშნული ცენტრი. თუ გნებავთ ამ პროგრამაზე ცოტა დეტალურად მოგაწვით ინფორმაციას, ამასაც ასევე საიტიდან მოგაწვით, რომ გაგულწრფელთ ესეც დავახალისოთ, რომ მშობლებს ზედმეტი წვალების გარეშე, ანუ ხან ხელხაძე დარეკვათ განახარჯი არის, თან დროის ფაქტორი არის კიდევ, როდესაც ადამიანს წერ უკავშირდები, უნდა რაღაცა დრო სჭირდება, ხო, ამ ინფორმაციის მიწოდებას, როცა მარტივად შესაძლებელია საიტზე ნახოთ ინფორმაცია. ეს არის მულტისისტემური ინტერვენცია ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მულტისისტემური ინტერვენციის გახორციელებას მულტისისტემური ინტერვენციის ცენტრში და მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე ან სასწავლო დაწესებულებაში, პროგრამაში ჩართვისას და დასრულებისას. გეგმიური ამბულატორიული კონსულტაცია არის და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასება, ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, იმპლემენტაცია და მონიტორინგი, ანუ გეგმის შემუშავება, გეგმის განხორციელება და განხორციელების მონიტორინგი არის. აქ ჩამონათვალი დიდი უბრალოდ ეს ახლა საერთოდ წავიკითხოთ. ხო, რა თქმა უნდა ეს. კი ბატონო, აქაც არის ინფორმაცია თუ ვის შეუძლია ჩართვა პროგრამაში. ICD-10 კოდებით არის მითითებული და ყოფილი არის. საკმაოდ ფართო ჯგუფს მოიცავს და ანუ მოსარგებლეთა, ასე ვთქვათ, რაოდენობა დიაგნოზებით დიდად არ იზღუდება. როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირიქვა პროგრამაში, ესეც გაწერილი არის. გამოცულობის ფინანსდება, ესეც გაწერილი არის. ინტერვენციის მოცულობა, დღის ღირებულება, რაოდენობა და ასე შემდეგ ესეთ ინფორმაციები დეტალურად არის მოცემული. გიგა ბოდიშ რო გაწყვეტინა ახლა შემოვიდა კითხვა და მოდი ბარემ მივაბათ. აი რეგიონები რო ახსენე, მგონია რომ ამ კითხვიდან გამომდინარე გამოგვიგზავნეს ერთი კითხვა. რო კიდევ ერთხელ ახსნა, ანუ თუ როგორ რას გულისხმობს, ასე ვთქვათ, ადგილობრივ დონეზე დაფინანსებისა და სერვისების, ასე ვთქვათ, ახალისება და ამ მოდელის დაფუძნება, იმიტომ რომ შავს კითხვას ერთ-ერთი ჩვენი მსმენელი მაყურებელი, რომ მაინტერესებს მერიის მექანიზმი, როგორ ერთვება აღნიშნულ პროგრამაში. წერთ სამცხე ჯავახეთიდან, ვარ რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი, თუ იქნება შესაძლებელი, რომ მოგვაწოდოს მერიის მონაწილეობის მოდელი, რა სამართლებრივ საფუძველზე ერთვება მერია ხო კი ბატონო, ანუ პროგრამის აქაც გადმოვიტანოთ აღნიშნული მოდელიო.
და აქ არის საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა არ გავაჟღერებ და მე გადმოგცემთ აუცილებლად. კი ბატონო, კარგით, მაგ ინფორმაციასაც მოგაწვით. ეს არის ქვეპროგრამა არის ჯანდაცვის განყოფილების ერთ-ერთი ქვეპროგრამა არის. ცენტრი, ასე ვთქვათ, გადის რეგისტრაციას ჩვენთან, რომ ის არის მიმწოდებელი აუტიზმის პროგრამა, იმ თერაპიის განხორციელება შეუძლია, სახელმწიფო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც დადგენილია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აუტიზმის მიმწოდებელი სერვის ცენტრი, სერვის პროვაიდერი, სახელმწიფო სტანდარტი არის ამისი, ცენტრი აკმაყოფილებს, გაივლის ამ შემოწმებას, მიიღებს დასკვნას, რომ ის აკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებს, შემდეგ ხდება უკვე მერიასთან ურთიერთობა, მერია აიყვანს აღრიცხვაზე ცენტრს, ჩასვამს სერვის პროვაიდერთან სიაში, ხდება ხელშეკრულების გაფორმება ჩვეულებრივად მერიასა და ცენტრს შორის, რომ ცენტრი იღებს ვალდებულებას, რომ მიიღოს ბენეფიციარის მოქალაქე შეაფასოს, გასცეს ობიექტური დასკვნა, ზოგადად მას ვამბობ ახლა, ასე ვთქვათ, კი ბატონო, ზოგადად ხო დეტალებში, ხო. რომ ის შეაფასებს მოქალაქეს, მისცემს შესაბამის დასკვნას და განსაზღვრავს რა აქტივობებია გასაკეთებელი, რომელსაც გადმოუგზავნოს უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შესაბამისად ჩვენთან პროგრამის ბიუჯეტიდან ხდება მომსახურების შემდეგ თანხის გადარიცხვა. მერია ეუბნება, რომ კი ბატონო, მე ამ ბავშვს დავაფინანსებ, ამ ადამიანს, რასაც თქვენ მეუბნებით, მე ამ მომსახურებას ვაფინანსებ, ამ ადამიანს მოცულობით, ცენტრი დაიწყებს სერვისის მიწოდებას, ან თერაპიების ჩატარებას და შემდეგ ანგარიში წარმოუდგენს თვის ბოლოს მერიას, რომ რამდენი ბავშვი ყავდა, რა მომსახურება გაეწია, რა ღირებულების არის ეს მომსახურება და შესაბამისად მერია უკვე გადარიცხავს თანხას. აი ეს არის მთელი ამის, ასე ვთქვათ, პროცესი, რთული სისტემა არ არის. თუ დაინტერესდებიან ამ საკითხით, შეგვიძლია რომ უფრო სიღრმისეულად პირადი კომუნიკაცია გქონდეს ამ ადამიანთან, ამ ორგანიზაციასთან და შეგვიძლია თვითონ სერვის პროვაიდერთან დავაკავშიროთ, ჩვენი კოორდინატორებით მიაწვდიან ინფორმაციებს და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობაშიც თუ სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და მუნიციპალიტეტს მივაწვდით იგივე ინფორმაციას, რასაც მაგალითად ჩვენ ვფლობთ და რასაც ცენტრთან ურთიერთობაში ვიყენებთ. კი ბატონო, მადლობა გიგა დეტალური ინფორმაციისთვის. პრინციპში ძალიან ბევრჯერ შეგაწყვეტინე ერთ პროგრამაზე, როცა საუბრობ და შეგვიძლია გავაგრძელოთ. უბრალოდ პროგრამა არის კი ბატონო. ხო, დროის რეგლამენტი მესმის ბატონო. კი ბატონო. ხო, არის სოციალურ პროგრამებში რამდენიმე პროგრამა, რომელიც ასევე აქტუალური არის ჩვენს საზოგადოებაში. ერთ-ერთი არის მაგალითად პროგრამა, რომელიც არის ფინანსური დახმარებები, ესე ვთქვათ, მე არ მიყვარს ეს სიტყვა ზოგადად, რომ დახმარება დავარქვათ პროგრამას, მაგრამ არის სოციალურად დაუცველ 18 წლამდე შიშიმო ბავშვების დახმარება, ეს არის წელიწადში ორჯერადი ფინანსური გასაცემელი 400-400 ლარის ოდენობით ჩარიცხვა ხდება მაისისა და დეკემბრის თვეებში. პროგრამით მოსარგებლე ადამიანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თბილისში რეგისტრირებული და უნდა იყოს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, არა უმეტეს 150,000 ფულის ზემოთ, ანუ 150,000 ფულაზე და უფრო ნაკლები რაოდენობის ფულა თუ ექნებოდა თბილისში არის რეგისტრირებული, ასეთ არის 18 წლამდე, ასეთ ადამიანებს მერია წელიწადში ორჯერ ურიცხავს 400 ლარიან დახმარებას. ფინანსურ გასაცემელს ასე რომ დავარქვათ. ანალოგიური პრინციპით არის ასევე მკვეთრად გამოხატული უსინათლო პირების ხელშეწყობის პროგრამაც, ანუ მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობა მქონე ხარისხის პირებს გულისხმობ, ამ შემთხვევაში ანალოგიურად არის იქაც სოციალური ქულა 150,000 და ნაკლები. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ ამ შემთხვევაში ირიცხება ჯამურად 900 ლარი 300 ლარობით წელიწადში 3-ჯერ. პირველი ჩარიცხვა ხდება მაისის თვეში, მომდევნო ჩარიცხვა არის აგვისტოს თვეში და შემდეგი ჩარიცხვა არის უკვე დეკემბრის თვეში. ამისათვის ამ ორივე პროგრამაში ადამიანმა რომ ისარგებლოს, პროგრამით რომ ისარგებლოს, მერიაში უნდა წარმოადგინოს, რომ არის სოციალურად დაუცველი, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და იმ შეზღუდულობის იმ ხარისხით, რომელიც მოთხოვნილი არის, უნდა წარმოადგინოს
საბანკო ანგარიში, რომელზეც მოხდება ჩარიცხვა და ჩარიცხვა ხდება აპრილისთვის მონაცემთან. ვინაიდან პირველი ჩარიცხვა ხდება მაისში, შეფასება ხდება აპრილში და უკვე მაისის 15-დან 25-მდე პერიოდში ხდება თანხის ჩარიცხვა. ისევე არის ორივე პროგრამაზე. ეს არის ის გასაცემები, რაც ფინანსურად გაიცემა. ასევე არის საკურორტო მომსახურების ძალიან აქტუალური იყო ეს პროგრამა, ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა და დეტალურად რო გითხრა. ხო, კითხვებს გავხსნი აქ, რაც ჩამონაწერი არის. ანუ ვის ეკუთვნის საკურორტო ვაუჩერი და როგორ ავიღოთ ის საკურორტო ვაუჩერი ეკუთვნის 3-დან 19 წელს ჩათვლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აქ ჯგუფზე და სოციალურ ფულაზე ასე ვთქვათ აქცენტი არ არის გაკეთებული და ნუ თბილისში უნდა იყოს მინიმუმ 1 წლის რეგისტრირებული პირი, რომელიც განაცხადს შემოიტანს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. განაცხადსაც შეეხება უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და იუსტიციის სახთან უნდა წარმოადგინონ ცნობა თბილისში რეგისტრაციის შესახებ, ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ბარათი და უკვე პროგრამის კოორდინატორები მიღებულ განაცხადებს შეისწავლიან. თუ შესაბამისობაში არის პროგრამის კრიტერიუმებს ახდება და ვაუჩერაცემა, ხოლო თუ რაიმე საბუთი აკრია, ან არ იკითხება, ან ასე ვთქვათ, რაღაც ცნობილება არის, აუცილებლად უკავშირდებიან განაცხადის ავტორს და სთხოვენ, ანუ ეუბნებიან რა დოკუმენტი არის წარმოსადგენელი და აძლევენ შესაბამის ვადას, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგინონ. ანუ ამ შემთხვევაში პირდაპირ უარი არ ასე ვთქვათ, არ ბრუნდება მოქალაქესთან, რომ დოკუმენტი გაკრია და ამის გამო ვაუჩერს ვერ ისარგებლებ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მივცეთ გონივრული ვადები მოქალაქეებს, რომ ის დოკუმენტები, რომელიც აკრიათ და წარმოსადგენელი იქნება, წარმოადგინონ, რომ არ დარჩენ ვაუჩერის გარეშე. ვაუჩერის მიღება, გაცემაზე, ანუ ვაუჩერის მისაღებად განაცხადების მიღება დასრულდა დაახლოებით 9 საათია. დღეს ბოლოა და ხო, საღამოს 8 საათამდე მუშაობს თბილისის მერიის კანცელარია. 17 იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდია. საშუალოდ ესე ვიხდით ხოლმე, ან გააჩნიათ დასვენებები როგორ ემთხვევა ხოლმე. ანუ იანვრის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ხდება განაცხადების შემოტანა მერიაში და უკვე დღეიდან ჩვენმა თანამშრომლებმა დაიწყეს მუშაობა ვაუჩერების დამზადებაზე. ვაუჩერები გაიგზავნება პოსტის საშუალებით, ანუ ყველა ადამიანს და რამდენ ლარიანია რომ ეგეც დაგვიზრდო კითხვა. მაგასაც ვიტყვი. პოსტით გაიგზავნება ვაუჩერები და ვინც ჩაიბარებს ამ ვაუჩერებს ჩაიბარებენ, ვინც ვერ ჩაიბარებს არ დახდება მის სამართლი ან რაღაცა სხვა მიზეზით ვერ მოხდება წერილის ჩაბარება, ის წერილები დაბრუნდება მერიაში და შესაბამისად მოქალაქეს უკვე შეუძლია რომ ცხელხაზად დარეკოს, იკითხოს ვაუჩერი მერიაშია თუ პოსტაში არის, იმიტომ რომ დაბრუნებასაც თავისი პროცედურები აქვს. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა რომ გონიათ რომ მერიაშია და რეალურად პოსტაში არის ვაუჩერი და არ დაბრუნებულა უკან. ამ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ შეუძლია მიმართოს ამ პოსტას, თუ პოსტაში იქნება ვაუჩერი, ან მოვიდეს თბილისის მერიაში და კანცელარიიდან გაიტანოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ვაუჩერის სარგებლობა შესაძლებელია 1 მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. განსხვავებით აი წინა წლებისგან, ვინც ამ პროგრამით დიდი ხანია სარგებლობს, ემახსოვრება რომ იყო ეგრეთ წოდებული ნაკადები, როდესაც თბილისის მერია აცხადებდა ტენდერს სასტუმროებზე და როგორც წესი ხდებოდა ზღვაზე და მთაში 2 სასტუმროს ან 3 სასტუმროს შერჩევა, გააჩნია მოთხოვნა როგორ იყო და თბილისის მერია აკომპლექტებდა თვითონ ნაკადებს, ანუ 1 ივნისიდან იწყებოდა პროგრამა და გრძელდებოდა 15 სექტემბრის ჩათვლით და იყო ყოველთვის აქ პრობლემა, რომ ზოგს რეაბილიტაცია ჰქონდა, ზოგს სკოლა ჰქონდა, ზოგს ახლა ზღვაზე მაგალითად არ უნდა წავიდეს 1 ივნისს და ლოგიკურიც არის, რომ არ უნდა მიდიოდეს ადამიანი ზღვაზე 1 ივნისს, ხო დასასვენებია და ხო ამინდი არ უწყობს ხელს. და ხდებოდა აი ეს იყო იმიტომ რომ სასტუმროები იყო შეზღუდული სულ 3, 2 ან 4 ასე ვთქვათ შენობა იყო ტენდერში გამარჯვებული და იძულებული ვიყავით რომ ესეთ ნაკადებად დაგვეყო ადამიანები ყველა შეძლებოდა სარგებლობა. ეს სისტემა შევცვალეთ თავიდან ბოლომდე ვაუჩერების სისტემით და დღეს უკვე თითოეულ ვაუჩერით მოსარგებლე ადამიანს შეუძლია
1 მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, სადაც უნდა, როცა უნდა, ვისთან ერთადაც უნდა წავიდეს და დაისვენოს. იქნება საკურორტო ზონა, არასაკურორტო ზონა, ქალაქი, სოფელი თუ ასე შემდეგ, თავარი იყოს საქართველოს საზღვრებში და იყოს თბილის გარეთ. ვაუჩერი მანამდე, ანუ პროგრამით, როდესაც ნაკადებად ხდებოდა წაყვანა, ასე რომ ვთქვათ, ანუ ნაკადებად ვიხსენიებთ ჩვენს, ვისაც გამოცდილება გვაქვს ამ პროგრამაში, ასე ვთქვათ, ურთიერთობის, მაშინ 400 ლარი გამოყოფილი, დღეს უკვე ვაუჩერი არის თავიდან იყო 700 ლარიანი და ეხლა უკვე გახდა 800 ლარიანი. და მანამდე თუ ხდებოდა შეზღუდულად ადამიანების წაყვანა, რომ მაგალითად ერთ გამყოლს მეტი არ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან სასტუმროში ადგილი არ იყო ფიზიკურად, დღეს უკვე ეს ადამიანები თვითონ არჩევენ მარტო წავიდნენ თუ სხვა ადამიანები წაიყვნენ, ანუ აღარანაირი შეზღუდვა აღარ აქვს. მანამდე იყო თან ესეთი ცუდი პრეცედენტი, რომ სასტუმროები ხარ, როდესაც 600 და 700 დამსვენებელი უნდა მიიღო 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, გამოდის რომ მთელი სასტუმროები დაკავებული შიშიმო პირებით. და აქ წამოვიდა შემდეგ უკვე ცუდი შეფასებები, რომ ეძახდნენ შიშიმოების სასტუმროს, ინვალიდების სასტუმროს და ხო, აი ბევრი ცუდი ესე ვთქვათ ეპითეტები იყო და ამასთანავე ეს არ იყო ინტეგრაცია. იმიტომ რომ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ საზოგადოებაში უნდა ვიყოთ ჩართული, სადღაც ერთ შენობაში ადამიანების გამოკეტვა და დასვენება და ხშირ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში იძულებით დასვენება, რაც მაშინ იყო ეს ცუდი პრაქტიკა, არ არის ინტეგრაცია. დღეს უკვე ადამიანები თვითონ ირჩევენ. იყო მაგალითად შესრულება კასტელომარედან, ლოპოტადან შემოვიდა შესრულება, ოქროსაწმისიდან შემოვიდა შესრულება და ბათუმიდან ბევრი სხვადასხვა სასტუმროებიდან შემოდის უკვე შესრულებები, რაც ნიშნავს იმას, რომ შიშიმო პირებმა დაიწყეს დამოუკიდებლად გასვლა და ოჯახის წევრებმა, რა თქმა უნდა, არა მარტო შიშიმოებმა, მართლა ოჯახის წევრებმაც დამოუკიდებლად დაიწყეს სასტუმროების მოძიება, მათთან მოლაპარაკებები, ფასზე, ესე ვთქვათ, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, სერვისები რა უნდა მიიღონ, როგორ უნდა მიიღონ, ანუ ჩვენ აღარანაირ სერვისში აღავზრდოთ ადამიანებს. ანუ ამ 800 ლარიან დასვენების ვაუჩერში რა სერვისაც მიაწვდის სასტუმრო და რაზეც თანახმა იქნება დამსვენებელი, შეუძლია ყველაფერი გამოიყენოს. ეს არის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის რეალური ინტეგრაცია და ეს არის ერთ-ერთი ის ძირითადი მიზეზი ამ პროგრამის, თვითონ სარგებლობს, რომ ერთი წყვილ ადამიანებს, რომლებიც წლის განმავლობაში ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას და დასვენებას, მივცეთ ღირსეული დასვენების საშუალება და შესაძლებლობა. სამწუხაროდ არიან არაკეთილსინდისე სასტუმროები, რომლებიც ვოროტად იყენებენ ამ ყველაფერს, მაგალითად რამდენიმე სასტუმროზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და დღესაც ძიება მიმდინარეობს და ველოდებით რომ სულ მცირე ხანში პასუხისგებაშიც მიცემენ რამდენიმე ადამიანს, იყო თაღლითობის შემთხვევები, როდესაც ვაუჩერები გამოართვეს ადამიანებს საერთოდ გაქრნენ და შემდეგ ეცადნენ რომ მერიაში მოტყუებით გაენაღდებიათ. იყო შემთხვევები, როდესაც ვაუჩერები იყო გაყიდული, გაჩუქებული, სხვა ადამიანების ვაუჩერებით დაისვენეს და ასე შემდეგ. ანუ ეს ფაქტები გამოვლენილია და ეტაპობრივად კიდევ ხდება გამოვლენა. ამიტომ წელს მონიტორინგი კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და უკვე ჩვენ არა მარტო მერის მონიტორინგით უკვე სხვა უწყებებით ჩაერთვებიან ამ ყველაფერში და იმიტომ რომ აქ ფინანსებთან არის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, ანუ ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა დამსვენებელს, ის ვაუჩერი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბიუჯეტიდან გამოყოფილი. შესაბამისად, ვაუჩერის თაღლითურად გამოყენება ნიშნავს, რომ ბიუჯეტი გამოიყენეს თაღლითურად, რაც თავისთავად კანონით დაჩადიქმედება არის და ეს უკვე სწდება მერის ასე ვთქვათ კომპეტენციას და აქ სხვა უწყებების ჩართულებაც არის აუცილებელი, ხო. წელს იქნება ცოტა განსხვავებული მონიტორინგის მექანიზმები და ნუ ამასაც თავისთავად დამსვენებელს და პროგრამით მოსარგებლე პირებს მივაწვდით. კი კითხვა გვაქვს, არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჩვენი მსმენელისგან, მაგალითად შემიძლია თუ რა საკურორტო ვაუჩერი გავყო და მაგალითისთვის მოყავსო 4 იყო ესეთი შემთხვევა. ხო. კი. ნახეთ როგორ არის ვაუჩერი. და თქვენ მაინც რა დავაზუსტოთ, თქვენ დღეებს არ უსაზღვროთ, ხო ამ 800-ს უნდა 2 დღეში. არა. კი ბატონო. კი ბატონო. იმიტომ რომ მაგალითად არ მოხდეს ისე რომ ჩვენ 800 ლარიანი ვაუჩერი გადავცეთ ადამიანს და შემდეგ იყო ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ, ხა უნდა ვთქვა შეიძლება მშობლების რაღაც ნაწილს არ მოიწონოს, მაგრამ მაინც რეალობა ეს იყო.
რომ ქონდა შემთხვევა, როდესაც მშობლები არაკეთილ სინდისიერად იქცეოდნენ პროგრამის განხორციელების მომენტში. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვები დაკეტეს სასტუმროში, ერთ-ერთ ნომერში და თურქეთში წავიდნენ რაღაცების შესაძენად და სრულად უყურადღებოდ იყვნენ ბავშვები დარჩენილი. და ბევრი სხვადასხვა ფაქტი კიდევ და ზუსტად იმისთვის, რომ მშობლებმა არ გამოიყენონ არაკეთილ სინდისიერად, რომ ბავშვის დასვენებისთვის გამოყოფილი თანხა არ წავიდეს, როგორც თქვი, რომ აი 2 დღეში ჩავიდა სადღაც ფუტბოლსკვლავიან სასტუმროში, 2 დღე გაატარა და კარგი ფოტოები გადაიღო რაღაცა გაგონიძებას დაისრულა წამოვიდა უკან ბავშვის დასვენების ხარჯზე, ზუსტად ამიტომ დავაწესეთ ესეთი შეზღუდვა. დასვენების დღეების რაოდენობა არ უნდა იყოს 6 დღეღამეზე ნაკლები. ანუ 6 დღეღამიანი დასვენება 800 ლარში სრულიად შესაძლებელია საშუალო დონის სასტუმროებში. მაღალი დონის სასტუმროებშიც არის შესაძლებელი გარკვეულ პერიოდებში, როდესაც რაღაცა აქციები ცხადდება სხვადასხვა სასტუმროების მხრიდან, ასევე შესაძლებელია თანხის დამატება ნებისმიერი მოცულობის, ანუ ჩვენ ამაში აღარ ვზღუდავთ, ჩვენ გამოყოფილი გვაქვს 800 ლარიანი ვაუჩერი და მომავთო 800 ლარიანი ვაუჩერით 6 დღეღამეზე ნაკლები არ დაისვენოთ, იმის ზევით ამდენი ხანის კიდე დაისვენეთ. იყო მაგალითად შემთხვევა და კარგი პრეცედენტი პირველივე დღეს, პირველივე წელს როცა ვაუჩერი დაფინანსებაზე გადავიდით, რომ 700 ლარიანი ვაუჩერით ერთ-ერთმა ადამიანმა რაჭის ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში ერთი თვით იქირავა კოტეჯი და პირდაპირ გითხრა, რომ ესე ვთქვათ, ნათესავების შეკრება გააკეთეს. ანუ რამდენიმე კვირა ამ კოტეჯში რამდენიმე ნათესავთან ერთად ცხოვრობდა. და მართლა დაასვენა ბავშვი იქ, მართლა იყო წასული და ნუ ჩაეტია. ახლა შეიძლება სადღაც ფუტბოლსკვლავიან სასტუმროში 800 ლარი ვაუჩერი არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ანუ ლოგიკურად რომ ვიმშეროთ, ანუ 800 ლარი 6 დღეღამისთვის სავსებით საკმარისია, რომ ადამიანმა მოსარგებლად დაისვენოს ამ ვაუჩერის პრობლემა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლები, რომელსაც ბევრი შვილი ყავს, აი 3-4 შვილი ყავს, ან ბევრი ოჯახის წევრი ყავს, აი ყველას უნდა დასვენება, მაგრამ სამწუხაროდ ამის რესურსი არა მარტო ჩვენ, არამედ ქვეყანას არ გააჩნია, ასე რომ შშმპ-ის ხარჯზე მაგალითად გავცეთ 3000-4000 ლარიანი ვაუჩერები იმის, რომ ადამიანებმა დაისვენონ სხვადასხვა საკურორტო თუ არასაკურორტო ზონებში. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ვაუჩერი გაიცემა შშმ ბავშვზე და მოზრდილზე, ანუ 19 წლის ჩათვლით და შესაბამისად გაკვეთილი არის ამ ადამიანების დასვენებისათვის და შესაბამისად ესე უნდა იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება გაყოფას, ხო, ეს თემა რო არ კარგოთ. კი ბატონო. გაყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასვენება იქნება ერთი და იგივე სასტუმროში. პირობითად თუ ვისვენებთ სადღაც რომელიღაც X სასტუმროში, შეიძლება დავისვენოთ 3 დღე, რაღაცა მიზეზების გამო მოგიწიოს წამოსვლა და შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ და გავაგრძელებთ დასვენება. ასეთ შემთხვევაში დასვენება, ანუ განაღდება შესაძლებელია. როგორ რა თქმა უნდა, ეს ლოგიკური ფარგლებში უნდა იყოს და ეს უკვე ურთიერთობის თემა არ თუ ეხლა მაგალითად 3 დღე დავისვენე ივნისში და 3 დღე დავისვენე აგვისტოში, აქ უკვე დასვენება არ გამოდის, მივდივართ ისე იმ 2 დღიან ჩასვლა ჩამოსვლაზე, რაც წეღანს. ხო, ამიტომ ამაზე განხილვა მოხდება და იმის მიხედვით მოხდება რა თარიღებში იქნება ეს გაკეთებული მიზეზი რა იყო ამ ესე ვთქვათ წვეთის. სხვა შემთხვევაში, როდესაც დამსვენებელი ჩადის სასტუმროში, ვაუჩერს დატოვოს სასტუმროში. ანუ ჩვენ სასტუმროში ისე არ გადავურიცხავთ თანხას, თუ ორიგინალი ვაუჩერი არ წარმოგვიდგინა. ორიგინალი ვაუჩერი არის 1 ცალი. და ჩვენ რო გავყოთ ეს თანხა, დავისვენოთ ერთი მაგალითად ქუთაისში და მეორე დავისვენოთ ზუგდიდში, გაყოფა ვერ მოხდება ამ ვაუჩერის. ანუ რომელიღაც სასტუმრო გარჩება თანხის გარეშე და მეორე სასტუმრო ვერ დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომ 6 დღეამდე უნდა დაასვენოს. შესაბამისად ამას ვერ გავაკეთებ და ამ ფორმით ვაუჩერის გაყოფა არ შეიძლება. ყოველთვის ვერიდოთ მაინც რომ თუ რაღაცა განსაკუთრებული და გამოუვალი მდგომარეობა არ არის ვაუჩერის ასე ვთქვათ წვეთით გამოყენება არ დაუშვათ, იმიტომ რომ შესაძლოა შემდეგ უკვე მონიტორინგის პროცესში წარმოიქმნეს ისეთი ხარვეზები, რის გამოც ვეღარ მოხდეს თანხის ანაზღაურება და ყველა მხარე დარჩებით ასე ვთქვათ უკმაყოფილო და დისკომფორტული მდგომარეობა. გიგა 400 ლარი კი, ანუ შემოსული კითხვებიდან ამოვწურეთ ყველა, ამომწურავად უპასუხე ყველა კითხვას. ახლა შემოდის კითხვები 400 ლარიან
ასე ვთქვათ, დახმარებაზე. და მაისის რომელ რიცხვში რიცხება 400 ლარი. და არის შემდეგი გაგზობადი კითხვა, რომ შეშუმპირებს და სოციალური ვისაც აქვთო, მათ ენიშნება წელიწადში ორჯერო. და კიდე არის, რომ 400 ლარიანი დახმარებისათვის განცხადება ადგილზე იწერება მერიაში თუ არაო. კი ბატონო. საკუთრებულად ჩაბარდეს მერიაში. ჩარიცხვა ხდება მაისის შუა რიცხვებიდან, ან 15-დან 25-მდე პერიოდში დაახლოებით, ან 25-ზე ზემოთ აღარ მიდის როგორც წესი, იმიტომ რომ პროგრამაში პირდაპირ წერია, რომ 25-ში გადარიცხები უნდა იყოს დასრულებული უკვე. შესაბამისად 25-ზევით ვერ წავა, ამიტომ ამ თარიღს ვიჭერთ ყველაზე უკიდურეს თარიღად, თუ ამბობთ, რომ იმისზევით აღარ უნდა წავიდეს და მანამდე 15-დან 25-მდე პერიოდში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაირიცხოს. ენიშნება კი ბატონო შეშემოპირებს 18 წლამდე უნდა იყოს. ან ბავშვი სტატუსის მქონე უნდა იყოს. პროგრამით მოსარგებლა მის გასაცემად იგებს და ოჯახის სარეიტინგო ქულა, ანუ სოციალური შეფასებისას არ უნდა იყოს 150,000-ზე მაღალი. ეს არის კრიტერიუმები ამის. გიგა, მოდი 18 წელი რადგან ახსენე, აქ არის ერთადი კითხვა, რომ 18 წლის შემდეგ რა ხდება? ანუ მერიას აქვს თუ არა? იგულისხმება შეშმოპირი უკვე. რა თქმა უნდა. 18 წელს ზემოთ ბავშვი გამოდის აუტიზმის პროგრამიდან, ანუ 2-დან 18 წლის ჩათვლით არის და 400 ლარიანი დახმარება უჩერდება რეალურად. საკურორტო პროგრამა არის 19 წლის ჩათვლით და 19 წლის ჩათვლით, ანუ შესრულება, ანუ 20 წლიდან უკვე ვაუჩერი აღარ გაიცემა. თუ usinatlو არის თავისთავად უნარჩუნდება გასაცემლის მიღება, ანუ აქ არ არის შეზღუდვა, თუ სოციალური ქვა, ანუ თუ ბავშვი 18 წლამდე არის და usinatlو არის, ის იღებს ამ დახმარებას 400 ლარის ოდენობით გასაცემელს, ხოლო თუ 18 წლის შესრულების შემდეგ მიენიჭება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ისევ იქნება სოციალურად დაუცველი, გაგრძელდება უკვე ჩარიცხვები და ამ შემთხვევაში ის 800 ლარი გახდება 900 ლარი და წელიწადში 3-ჯერ ჩაირიცხება თანხა. ამასთანავე არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და შინაარსობრივად გამართული პროგრამა, რომელთანაც ჩვენ ვაფინანსებთ დღის ცენტრებს, ვაფინანსებთ ჟესტორიანის თარჯიმნების სწავლებასა და მომსახურებას, ვაფინანსებთ სხვადასხვა სიმბოლური თარიღების აღნიშვნებს, იქნება ეს აუტიზმის დღე, დაუნის სინდრომის დღე თუ სხვა ნებისმიერი თარიღები, რომელიც აღენიშნება და რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არის ჩართული, უმეტესწილად ხდება ინტეგრაციის პროგრამიდან მისი დაფინანსება. ასევე ვაფინანსებთ დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რაც არის ეს პროთეზის დეტალები, ეტლის დეტალები შეიძლება იყოს, სწავლებებს ვაფინანსებთ აქედან და არაერთი შეშემოსტებებით ჩვენ თანხის გადასახადი ამ პროგრამიდან გადაგვიხდია და ეს პრაქტიკა წელსაც გრძელდება და განათლების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ ნაწილში ადამიანებს შეუწყოთ ხელი, რომ მიიღონ განათლება. ასევე არის კოხლერული იმპლანტების დაფინანსება და ასე შემდეგ, ანუ ყველა იმ აქტივობის დაფინანსება, ანუ პროექტები იქნება ეს თუ ინდივიდუალური საჭიროებები, ორგანიზაციიდან იქნება თუ ფიზიკური პირისგან მომართული, რომელიც ხელს უწყობს ინტეგრაციას, ანუ რომელიც დაასაბუთებს, რომ მე ამ თანხის მიღებით, ან ამ ესე ვთქვათ, პროდუქტის მიღებით, ჩემი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხი გაიზრდება და ჩემი პროდუქტიულობა უფრო მეტად გაიზრდება. აი, რომელი განაცხადით ამას დაკმაყოფილებს და წინ წამადგება. ანუ რა თქმა უნდა, წინ წამადგება, უკვე ამ პროგრამიდან ხდება ამის დაფინანსება. ამ პროგრამამ მოგცა საშუალება ჩვენ რომ არაერთ მნიშვნელოვან პროგრამაზე ვემუშავა. და ასე ვთქვათ, თუნდაც პერსონალური ასისტენტის პროგრამა, რომელიც საპილოტოდ ხორციელდებოდა თბილისში 2 წლის განმავლობაში, წელიწად ნახევრის განმავლობაში დაახლოებით, ზუსტად ინტეგრაციის პროგრამიდან ხდებოდა მისი დაფინანსება და დიდწილად გამოცდილება, რომელიც ორგანიზაციამ დააგროვა, ჰქონდა მანამდე რა თქმა უნდა, მაგრამ თბილისის მერიის ხელშეწყობაც იყო ამაში ძალიან დიდი. ეს არის აქ უკვე შეზღუდვა არ არის ასაკზე, აქ ერთადერთი შეზღუდვა არის, რომ 1 წლის რეგისტრირებული უნდა იყოს ადამიანი თბილისში და უნდა იყოს შეშინებული პირის სტატუსის მქონე. შეზღუდულობის ხარისხს არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ეს არის 18 წელი. არის ასევე დიახ, ისმენ.
შენ ახსენე ასისტენტის პროგრამა, სწორედ ახლა შემოვიდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის შიშიმ პირებს სჭირდებათ პირადი ასისტენტის მომსახურება, რატომ არ აქვს მედიას ასეთი პროგრამა, ან თუ აპირებს გაკეთებას და ხო, პროგრამის გაკეთებას რა თქმა უნდა ვაპირებთ, გარდა ჩვენი სურვილისა, რომელიც ნამდვილად გვაქვს, ეს არის კანონის ვალდებულება, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა, არა მარტო თბილისმა, არამედ ყველა მუნიციპალიტეტმა 2024-2025 წლებში უნდა დაიწყოს სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. ბატონო. ამავე მუშაობა მიმდინარეობდა სტანდარტზე, ანუ კანონით შიშემპეთა უფლებების შესახებ დაევალა სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს, რომ შეიმუშავებინათ სტანდარტი პერსონალური ასისტენტის შესახებ, ანუ სახელმწიფო სტანდარტი დადგენილიყო და სტანდარტის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტებმა უნდა დაიწყონ პროგრამების შემუშავება და 2025 წელზე გვიან არ უნდა დაიწყონ მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტრომ სულ ეხლა ხანს დაასრულა სტანდარტის მიღება, რამდენიმე თვე არის, რაც დამტკიცდა მარტის 7 მარტს დამტკიცდა თუ არ თუ ზუსტად მახსოვს, ან შეიძლება რაღაცა რამდენიმე თვით მერე უძის თარიღი. სტანდარტი დამტკიცებულია უკვე და შესაბამისად უკვე მუნიციპალიტეტებიც ვიწყებთ შესაბამისი სამუშაოების გატარებას, რომ პროგრამის გაწერა დავიწყოთ. დრო დაგჭირდება ამისათვის, იმიტომ რომ ეს პროგრამა არ არის, ასე ვთქვათ, მარტივად შესაქმნელი, იმიტომ რომ სტანდარტში თუ ჩავიხედავთ, იქ არ არის შეზღუდვა არც ასაკობრივ ჭრილზე, არც შეზღუდულობის ხარისხზე და ფორმაზე, არც სოციალურ, ანუ არანაირი შეზღუდვა არ არის ფაქტობრივად. და პროგრამის დაწყებისას გამოდის ისე, რომ ყველა შიშიმპირი შეძლებს რომ მიიღოს ეს სერვისი. და თბილისში რამდენიმე 10,000 შიშიმპირი არის რეგისტრირებული და თქვენ წარმოიდგინეთ რა მოცულობის პროგრამა უნდა შეიქმნას. ამას ბიუჯეტი ჭირდება თავისთავად, ჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც ამუშავებს და მონიტორინგს გაუწევს ამ ყველაფერს. მონიტორინგის მექანიზმები არის შესაქმნელი, რომ სერვისი, რომელსაც მივაწყდით მოქალაქეებს, იყოს ეფექტურად გაწერილი და ასე ვთქვათ, ხარისხიერად მიეწოდებოდეს და არ იყოს რაღაცა ისეთი ჩავარდნები, რაც მოქალაქეს დააზარალებს, ან აქეთ მუნიციპალიტეტს დააზარალებს და შემდეგ რაღაცა პრობლემებს წარმოქმნის კიდევ. შესაბამისად, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობთ უკვე ამ თემებზე და ვეცდებით, რომ 24-25 წლებს თავისთავად არ გაცდება და გვინდა რომ უფრო ადრე დავიწყოთ, შესაძლებლობით ფარგლებში რა თქმა უნდა ამას რაც უფრო ადრე იქნება გავაკეთოთ, რა თქმა უნდა კანონის ვადებს არც ერთ შემთხვევაში თბილისის მერია არ გაცდება და დადგენილ ვადებში გაკეთებული იქნება. თუმცა როგორც ვთქვი, სურვილი გვაქვს და ინტერესი გვაქვს, რომ უფრო ადრე დავიწყოთ, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროს მაგალითად 2023 წელს უნდა შეემუშავება პროგრამა და 2024-ში უკვე დამტკიცდა, ანუ 1 წელი ადრე დამტკიცა მანაც. შესაბამისად, უკვე ჩვენს გვაქვს საფუძველი, რომ დავიწყოთ მუშაობა და უახლოს პერიოდში რაღაცა პირველი სამუშაო ნაბიჯები უკვე პრაქტიკაშიც გადავდგათ ამ მიმართულებით. დავიწყოთ ამის განხორციელება. მანამდე უბრალოდ ფიზიკურად არაფერი მექანიზმი არ არის საფუძვლად შეიძლება რომ დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება. კი ბატონო, გასაგებია, მადლობა მომწვევი პასუხისთვის. გიგა, კიდევ არის ერთი კითხვა, ენისა და მეტყველების თერაპიას თუ აფინანსებს მერია? ენისა და მეტყველების თერაპია ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან, წინასწარ თანხას ვერ გეტყვით, რამდენი ჩაირიცხება. ამასთან დაკავშირებით, ანუ საბუთები უნდა შემოიტანოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ანუ აქ არის ფორმაში, შიშიმპირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, ანუ ფორმაში უნდა იყოს გაწერილი ბავშვი ჭირდება მეტყველების თერაპია. ამასთანავე უნდა იყოს მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, ანუ service provider ორგანიზაციიდან, რომელიც თერაპიებს ჩაატარებს ინვოისი, წარმოდგენილი თუ რა მოცულობის სამუშაოები იქნება და რა ღირებულების ჩასატარებელი, ხდება კომისიურ განხილვა და ესე მიიღება გადაწყვეტილება დაფინანსებას. კი ბატონო, აქ არის ერთი კითხვა, რომ კონკრეტულად აბილიტაციის პირველი ვაუჩერი თუ ვერ გამოვიყნე, რა ხდება? შეგვიძლია ეს ამ კითხვის ფორმულირება გავაკეთოთ, რომ სხვა შემთხვევაში რა ხდება ვაუჩერებთან მიმართებით? ხო, ალბათ ვაუჩერში არის საუბარი, ანუ აბილიტაციის პროგრამა არ არის როგორც ხვდები ახლა. ამ შემთხვევაში service provider ორგანიზაცია, რომელიც არის ჯობია რომ მას კითხონ, ანუ ვინც ამ ვაუჩერს ანაღდებს, ისინი ეტყვიან შეძლებენ თუ არა ძველი ვაუჩერის განაღებას და გამოყენებას.
ჯობია რომ სერვის პროვაიდერთან, ანუ სერვის მიმწოდებელი ვინც არის, იმ ორგანიზაციას დაელაპარაკოს და ისინი ეყვნენ. კი ბატონო, და ეს მომდენო კითხვა არის, დაფინანსება კი მივიღე, მაგრამ ყველგან გადატვირთული არის, აქ ალბათ სერვის პროვაიდერები იგულისხმება და ასე შემთხვევაში რა ხდებაო? ასეთ შემთხვევაში უკვე მომლოდინეთა სიაში ხდება ადამიანის გადაგზავნილი პირის ჩარიცხვა და როგორც კი ადგილები გათავისუფლდება, რიგითობის მიხედვით ხდება უკვე პროგრამაში ჩართვა. სამწუხაროდ, როცა სერვის პროვაიდერებს ადგილები არ აქვს, ამ შემთხვევაში ფიზიკურად არ შეუძლია მიღება ადამიანის მოსარგებლეს, თორემ მათ ინტერესში შედის, რომ რაც უფრო მეტ თერაპიას ჩაატარებენ, დაფინანსება მით უფრო მეტად მიიღონ და აქედან გამომდინარე, თუ შესაძლებლობა აქვს, აუცილებლად გააკეთებენ, თუ არა აქვს შესაძლებლობა, უნდა დავეროდნენ, რომ გათავისუფლდეს ადგილი და მოხდეს მოსარგებლის ჩარიცხვა შემდეგ უკვე პროგრამაში. და ჩვენც რა თქმა უნდა მუშაობთ იმაზე, რომ სერვის პროვაიდერი ორგანიზაციები გაიზარდოს, რომ ზუსტად ეს რიგები მაქსიმალურად შემცირდეს და უფრო მეტი თავისუფლება გქონდეს პროგრამაში. კი ბატონო, შემდეგი კითხვა არის ნარკოზით კბილის ამოღებას თუ აფინანსებს თბილისის მერია? აღნიშნული საკითხის ფინანსება რეფერალიდან, ესე რომ ვთქვათ, იქაც იგივე პროცედურა არის, ფორმა-100 და კალკულაცია უნდა იყოს წარმოქმნილი და რა თქმა უნდა შეშემბედის დამადასტურებელი ცნობა. კი ბატონო. ისე ზოგადად სამინისტროს აქვს პროგრამა დაიწყეს უკვე ახალი წებულია, რომ ახალი დაწყებული პროგრამაა ბავშვებისათვის ანესთეზიით კბილების მოვლის პროცედურის ჩატარება და მათაც კითხონ უმჯობესი. კი ბატონო, და არის შემდეგი კითხვა, თუ შეიძლება რომ აღნიშნოთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისათვის რა სერვისები არსებობს? რა თქმა უნდა, კითხვა ჩვენსკენ, რადგან არის მომართული აქ იგულისხმება თბილისის მერიამ. ხო, ასეთ შემთხვევაში ცალკე სერვისები, როგორც ასეთი არ არის არც ბავშვებისთვის ზოგადად არ გვაქვს სერვისები, ანუ ჩვეულებრივ რეფერალიდან ხდება აქაც დაფინანსება, ასევე სარეზერვო ფონდიდან ხდება თანხების გაცემა, ანუ მაქსიმალური ხელშეწყობა ხდება იმ მხრივ, რომ ადამიანმა დაავადების დამარცხება შეძლოს. ჩვენი ჩართულობა არის ის, რომ ადამიანს დავეხმაროთ მაქსიმალურად მკურნალობაში და იმ პროცედურების მიღებაში, რაც მას სჭირდება. აქაც დაფინანსებები არის ისე და ისე კომისიურად, თუმცა შეშინებულ პირებს და რა თქმა უნდა ბავშვებს პრიორიტეტი ენიჭებათ და ასე ვთქვათ, მათზე უფრო მეტად ხდება დაფინანსების გაცემა. კი ბატონო, გიგა, მოდი ამ შეკითხვის მივაბად და სულ ახალხან შემოვიდა ეს კითხვა, რომ შიშიმო ონკობავშვებისათვის თუ ფინანსდება ფსიქოლოგის მომსახურება, ენის მეტყველების თერაპია და მუსიკის თერაპია. ხო, ესეც წეღარ როგორც ვიტყვით, მეტყველების თერაპიის ნაწილში გადის, აქ წეღანათქვი რომ ბავშვები არიან და შიშიმო ბავშვები განსაკუთრებით არიან პრიორიტეტულ ჯგუფში. რაც შეეხება სამუსიკო თერაპიებს, ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ის სამუსიკო სახელოვნებო სკოლები, რომლებიც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დაქვემდებარებაში არის, მისაწვდომი გახდეს შიშიმო ბავშვებისთვისაც და ის სერვისები და აქტივობები, რომელსაც სხვა ბავშვები იღებენ, ასევე გავრცელდეს შეღავათებით შიშიმო ბავშვებსაც და ამაზეც უახლოს პერიოდში ინფორმაციას მივაწვით საზოგადოებას. კი ბატონო, გიგა უკვე ბოლოსკენ მივდივართ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. კარგი, მოდი მაშინ ორიო სიტყვით რაც აღჭა სათქმელი იმას ვიტყვით პროგრამასთან დაკავშირებით, თუ განათლება და კი ბატონო. კი ბატონო და უბრალოდ მე რო გითხრა რომ ამ ყველაფერზე პანდემიამ ყველაფერი შეცვალა თავდაყირა დააყენა და აი ამ პანდემიის დროს როგორ მოხდა ადაპტირება ამ სერვისების ბარემ ამ კითხვასაც რო გადააბა პასუხი. კარგი. მოდი ერთ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ სერვისზე და შესაძლებლობაზე ვიტყვი კიდევ ეს არის პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ერიას აქვს. აქ სპორტის 15 სახეობა არის, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობა მქონე პირები ვარჯიშობენ და თქვენ როგორც ხედავთ, დიდ წარმატებებსაც აღწევენ და არაერთი ცნობილი შიშიმო პირი არის, რომელმაც მათ შორის ოლიმპიური მედალიც მოიპოვა და სხვადასხვა სინჯის და სხვადასხვა ასე ვთქვათ ჩემპიონატის მედლები აქვს მოპოვებული.
აქაც ჩართვა შეუძლია 18 წლისეულ ადამიანებს, 18 წლამდე შესაძლებელია ჩართვა, ძალიან მარტივია პროცედურა, შეგიძლიათ მიხვიდეთ ბელიაშვილის ქუჩაზე, პარასპორტის განვითარების ცენტრში და შეარჩიეთ თქვენთვის ასული სპორტის სახეობა და უკვე პროცედურებს ადგილზე აგიხსნათ, თუ როგორ უნდა ჩაერთოთ. ტრანსპორტირება მომსახურება ხდება ადგილზე, პარასპორტის ცენტრის ტრანსპორტი ემსახურება. იგივე ტრანსპორტი ემსახურება განათლების ნაწილში ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება და დადიან სკოლაში. თბილისის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის განათლების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამა არის ბავშვების ტრანსპორტირების ხელშეწყობა. სკოლებიდან და განათლების სამინისტროდან იგზავნება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სიები იმ ბავშვების, ვისაც ჭირდება ტრანსპორტის მომსახურება, ანუ არიან შიშემპირები და ჭირდება ტრანსპორტის მომსახურება. და შემდეგ უკვე ჩვენ ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება სრულიად უფასოდ, ანუ აკითხავს სახლში დათქმულ დროს, მიყავს ბავშვი სკოლაში, სკოლები არიან გადამზადებული მომსახურება, ანუ შიშემპირებთან ურთიერთობის საკითხებში, იციან მომსახურება მაღალ კვალიფიკაციურად, ხდება ბავშვის ტრანსპორტირება სკოლაში და საღამოს სკოლის დასრულების შემდეგ ბავშვს დაუბრუნებენ ასევე უსაფრთხოდ და კომფორტულად სახლში. ასევე ხელოვნების ხელშეწყობის ნაწილში არ კულტურისა და ხელოვნების მიმართულებითაც ხდება დაფინანსებები, სპეციალური, ასე ვთქვათ, პროგრამა არის, რომელიც აფინანსებს ისეთ განაცხადებს, რომელიც ხელს უწყობს შიშემპირების კულტურული შემოქმედების ღონისძიებების ჩართულობას. მათ შორის ძალიან ბევრი შიშემპირის პროექტი დაფინანსებულა, რომლებმაც, ასე ვთქვათ, თეატრალური წარმოდგენები დადგეს, მაგალითად სპექტაკლები დადგეს, რომელმაც სხვადასხვა ჯილდოები მიიღო, ანუ არა იმიტომ, რომ შიშემპირის დადგმული იყო, არამედ იმიტომ, რომ მაღალი ხარისხის ნამუშევარი იყო და იქ არ ყოფილა შეფასების დროს არანაირი ხაზგასმება, რომ ადამიანი რეჟისორი და სცენარის ავტორი შიშემპირი იყო თუ არა. ხდება სხვადასხვა კონცერტების და აქტივობების ხელშეწყობა და დაფინანსება ყველა მიმართულებით, ანუ რაც კულტურას და ხელოვნებას და მათ შორის სპორტსაც მოიცავს. რაც შეეხება პანდემიას, პანდემიამ რა თქმა უნდა გავლენა მოახდინა იგივე დღის ცენტრების მუშაობაზე, იგივე აუტიზმის პროგრამის მუშაობაზე და ორივე ამ პროგრამაში ჩვენ სერვის პროვაიდერებთან მშობლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება თუ როგორ ასე ვთქვათ მოვუგებოდით ახალ რეალობას, დავიწყეთ დისტანციური მუშაობა, მაგალითად იმ ბავშვებთან და იმ ცენტრებთან, რომლებიც თანახმად იყვნენ, რომ სერვისი მიეღოთ დისტანციურად და სულ, ასე ვთქვათ, აქტივობის ჩავარდნას ერჩინოთ დისტანციურად მიეღოთ სერვისი და შესაძლებლობა იყო ამისი, ნუ რა თქმა უნდა, აქ დავიწყეთ ჩვეულებრივად დაფინანსება და თანამშრომლობა იგივე იყო დღის ცენტრების ნაწილში და ზოგადად იმ პროექტებში, რომელსაც ვახორციელებთ და ხარდამჭერები ვიყავით ჩვენ, სადაც კი შესაძლებლობა იყო დისტანციურად გადასულიყო აქტივობები, მაქსიმალურად შევუდგოთ ყველგან გადასულიყო დისტანციურად და არ შეგვიზღუდავს, ასე ვთქვათ, არც ერთ ნაწილში, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი, ასე ვთქვათ, მიდგომა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ შიშემპირებთან და მათ ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, სერვის პროვაიდერებთან ერთად, ანუ ერთობლივი ჩართულობით, რომ ყველა მხარე იყოს კმაყოფილი და არ იყოს ისე, რომ მაგალითად მერიამ და სერვის პროვაიდერებმა მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ან მერიამ და მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ისე, რომ ცენტრს არ მოწონს ან ასე შემდეგ, ანუ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველა მხარესთან, ყველა მხარის ჩართულობით მივიდეთ შეჯერებულ გადაწყვეტილებამდე. კითხვა ხო არ აქვს კიდევ რაიმე? კი, ახალი კითხვა შემოვიდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ლაივზე ვართ და შემოდის ძალიან სწრაფად და ამ წუთა შემოვიდა, ცოტა გაუგებარი არის ახლა ჩემთვის, ცენტრი გაუნება, რომ ადგილი გვაქვს, უბრალოდ მერიას აქვს ლიმიტი და ვერ იღებს ბავშვის სერვისს. ანუ და ეს გასაგები. კი ბატონო, ეგეც შესაძლებელია არსებობდეს, იმიტომ რომ როგორც წეგან გითხარით, დაფინანსება ხდება ხო კვარტალში, ყოველ კვარტალში ხდება თანხის დამატება. მაგალითად, 2022 წელს სერვისი დაიწყო, დაფინანსებული იყო ყველა ბავშვი, ვინც 2021 წელში იყო მომდევნო სიაში. შესაბამისად, იანვრიდან აპრილამდე კიდევ დაგროვდა განცხადებები და უკვე მათი დაფინანსება მოხდა აპრილის თვეში. და ისინი უკვე აპრილიდან ჩაერთნენ პროგრამაში. ეხლა უკვე აპრილიდან კვარტალის დასასრულამდე კიდევ მოხდება დაგროვება და კიდევ მოხდება ბიუჯეტის გაზრდა, იმიტომ რომ კვირაში ერთხელ და თვეში ერთხელ ბიუჯეტის გაზრდა თავისთავად ესე ვერ ხდება. ჭირდება კვარტალის დასასრულამდე, კვარტალში ერთხელ მოხდეს ბიუჯეტის გადახედვა. შესაბამისად, თუ ეხლა ადამიანი ცენტრს ადგილი აქვს, მაგრამ ბავშვი ვერ ერთვება, ის ბავშვი არის მომლოდინოთა სიაში, რომელიც
3 თვეში დაფინანსდება ჩვეულებრივ. კი ბატონო და არ იქნება რომ პროგრამაში ვერ ჩაერთო. კი ბატონო, მადლობა ძალიან და ბოლო კითხვა უკვე დროს გადავაჭარბეთ და დავსვათ ბარემეს კითხვა ხელოვნების კუთხით რა სერვისებია და სადო. ხელოვნების კუთხით როგორც გითხარით, კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდთა საქალაქო სამსახურს აქვს პროგრამები თუ განაცხადი ანუ რაღაც იდეა გაქვთ, პროექტი გაქვთ ამ მიმართულებით, შეგიძლიათ მიმართოთ საქალაქო სამსახურს საპროექტო განაცხადით. საპროექტო განაცხადის ფორმა, დამტკიცებული ფორმა დევს მერიის საიტზე tbilisi.gov.g საქალაქო სამსახურის გვერდზე ჩამონათვალში არის და თავისთავად კომისიური განხილვა ხდება და მიიღება გადაწყვეტილება დაფინანსებაზე და დაფინანსების მოცულობაზე და ასე შემდეგ. სხვა სერვისებსაც შეეხება, როგორც წამოვთქვით, ამ ნაწილზე უკვე უახლოეს ხანებში მოგაწვით ინფორმაციას რა იქნება ესე ვთქვათ გაკეთებული და რის გაკეთებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში შეშემო ბავშვების სახელოვნებო სამუსიკო სკოლებში ჩართვასთან დაკავშირებით. და არა მარტო ამ სხვაგანაც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ უზრუნველყოთ ჩართულობა და თანაბარი მისაწვდომობა ყველა ჯგუფისათვის მოქალაქეების და მათ თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩემთვის პირადად შეშებილები არის პრიორიტეტი რომ არ იყვნენ გამორჩენილი არც ერთ სერვისს რასაც სხვა ადამიანები იღებენ შეუპარდეთ. კი ბატონო, გიგა ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს 1 საათი ძალიან საინტერესო იყო, ინფორმაციული იყო და მომწურავად გვიპასუხე ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შემოდიოდა მოქალაქეებიდან. მოკლედ გემშვიდობებით, ჩემ ძვირფასო მაყურებლებო, მსმენელებო, შეხვდებით მომავალთას და მე ეჭვმაქვს, რომ გიგას კიდევ ერთხელ მოვიწერთ ჩვენს, ასე ვთქვათ, Facebook Live-ზე. მოკლედ შეხვედრამდე. კარგად იყავით, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და შეხვედრამდე.